ღირებულებაზე ვლაპარაკობთ, არა ფასზე. ღირებულებაზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს ჩემი წარმოდგენით. ეხლა რაც შეეხება ღირებულებაზე. ფაქტორები ღირებულების იმდენად რთულია, მით უმეტეს საქართველოში. ჩვენ გვაქვს პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ მართალია იმ დროს, როცა ცუდად ანგარიშობენ ამ ღირებულებას, ფასები დაეცა. ფასები დაეცა სადაზღვევო კომპანიების და პროვაიდერების თანამშრომლობის შედეგად. იმიტომ რომ ფასები, რომლებიც ჰქონდათ, მათ შეიძლება ღირებულებაც იქ არასწორად არის დათვლილი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა რეზერვები, რომლებიც იყო გამოყენებული ამ ეტაპზე. მომავალში, რასაკვირველი, ახლა აქ სხვა შორის ახლა ძალიან ბატონმა სასანიამ ძალიან ისეთი რამე თქვა, რომ კარგი გაიდლაინის შემოღება თავისთავად გაზრდის ფასო. ესე იგი, სწორი მკურნალობა, რატომაც ესე მე არ მაქვს ესეთი შეგრძნება, რომ აუცილებლად გაზრდის ფასო. პირიქით, მე ღირებულებას. არა, მართალია მაპატიეთ ფასს არა, ღირებულებას. ამიტომ მე არა ვარ დარწმუნებული მაგაში აბსოლუტურად, კიდე შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა ძალიან ჩემი კოლეგები აქ ხედან, იტყვიან მაგას, როგორი მნიშვნელოვანი პროცესები არის ღირებულების დამწევი, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს, მათ შორის სწორი იმპორტის თვალსაზრისით, სწორი საშუალებების შემოტანის და ასე შემდეგ. უზარმაზარი გავლენა ექნება ღირებულებაზე, რასაკვირველი იმაზე, რა მოხდება ფარმაცევტულ ბაზარზე, არა მარტო მიწოდების, არამედ მოხმარების თვალსაზრისითაც. მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად შემცირდება წილი დანახარჯებში ფარმაცევტული, რამდენად აისახება ეს როგორც ჰოსპიტალურ ღირებულებაში, ისევე გამონთავისუფლებულ ფულში საერთოდ სხვა სერვისის ყიდვაზე. ბუნებრივია ესეც იმოქმედებს ამაზე, ასე რომ მე არ მგონია, რომ აპრიორი შეიძლება ითქვას ის, რომ თუ ჩვენ მივიღეთ ის ეფექტები, რასაც ვენდით, რომ იქნება ნორმალური, ეს ხო არ არის რაღაც ისეთი განსაკუთრებული ჰოსპიტალური ინვესტმენტი და განსაკუთრებული ბაზა, ნორმალური ბაზა, სტანდარტებზე, შეთანხმებულ იმაზე აწყობილი, პროტოკოლები გამართული, საინფორმაციო სისტემა გამართული. დღეს ხო რეალობა არის ისეთი, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით ჰოსპიტალურში რა ხდება, ღირებულების წამოქმნელ ფაქტორებზე. თუ რაღაცეები შეიძლება მნიშვნელოვნად ფარმაცევტულ ბაზარზე, როგორც მოხმარებაში, ასევე მიწოდებაში. როგორ აისახება ეს? მე არ მაქვს არანაირი განცდა იმისა, რომ აუცილებლად გაძვირდება იმაზე მეტად, როგორც საერთოდ სამედიცინო მომსახურების ინფლაცია უსწრებს ყოველთვის ფასების ინფლაციას.